მოგესალმებით მეგობრებო, დადგა ჩვენი მორიგი ეპიზოდის დროც და პირველ რიგში მადლობას გადავუხდი პოდკასტ ზონას, სადაც იწერება ჩვენი ეპიზოდები და დასაწყისში გავაკეთებ ეგეთ შესავალს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, ვისი მოყვანა გაინტერესებთ, რა პროფესიები გაინტერესებთ და ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ ის კითხვები, რა კითხვებიც გინდათ რომ დაუსვათ ჩვენს რესპონდენტებს. ნინა, გამარჯობა და გაგვაცანი ჩვენი დღევანდელი სტუმარი. დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელსაც ალბათ ბევრისთვის რაღაც წარდგენა არ ჭირდება, რამე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ ქართულ მედიას, პოდკასტებს ან რაღაც თანამედროვე ჟურნალისტიკას მაინც ადევნებენ თვალს, მგონია რომ მისი ხმა გაგონილი და მოსმენილი ექნებათ. და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნიკო ნერგაძე. მოგესალმებით. ნიკო, გამარჯობა. მადლობა, პირიქით მადლობა თქვენი შესავლისთვის. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და ტრადიციული კითხვით გადმოვთ თქვენთან. რა გინდათ რომ გამოსულიყავით ბავშვობაში? არასდროს არ ვიცოდი რა მინდა რომ გამოსულიყავ, კი არა, ეხლაც არ ვიცი რა მინდა რომ გამოვიდე, წინა მაქვს რამდენიმე პარასკევი მაქვს დარჩენილი. რაღაც დროს ჩამოვყალიბდები რა მინდა რომ გავაკეთო. აი ბავშვობაში რაღაცაზე რაზე გეფიქრები? ანუ რაღაც ეს წავიკითხე ერთხელ წიგნი, როცა მზე იყო ღმერთი და გადაწყვიტა რომ ეგვიპტოლოგი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ნუ კი არ მინდოდა უბრალოდ რაღაც პატარა ასაკში რომ ამბობ ხოლმე. აი ეს მინდა რომ ხედავდი. მე რაღაც ხანი მეგონა რომ მინდოდა რომ რეკლამის და მარკეტინგის სპეციალისტი ყოფილიყავი, ცოტა უფრო რომ გავიზარდე რაღაც აბიტურიენტობის დროს. და სწავლობდი კიდევაც ამას, ცოტა ხანი მიმუშავია, ეხლა მაინც დრო ასწავლი ხოლმე მარკეტინგს, მაგრამ გამოცდილება ესე სამუშაო კაი ხანი აღარ მქონია, ამიტომ. თქვენ დღეს კი არა და ლექტორობის გამოცდილებაც გაქვთ? კი, კაი ხნის. დღეს ჩვენთან როგორც ჟურნალისტი ისე ხართ წარმოდგენილი. იცი, როგორც ყოფილი ჟურნალისტი უბრალოდ ჟურნალისტად მუშაობდი, ამბობენ რომ ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს, თორემ მაგების არ მჯერა, მაგრამ ნუ კაი ხნის განმავლობაში მუშაობდი ჟურნალისტად, ამ წუთას ჩემი სამსახური ჟურნალისტობა არ არის. დამწყები იუთუბერი შეიძლება რომ დავირქვა, მაგრამ welcome on board. ვეჭიდებით პლატფორმას, ვსწავლობ მაგას და ვცდილობ რომ არამდე რაც ვისწავლე, ისიც აქ გამოვიყენო. მაგრამ ესე ხო, კარგი ხნის განმავლობაში მუშაობდი ჟურნალისტად, გაზეთში მუშაობა დავიწყე. არ ვიცი 1991 წელს შეიძლება და მას მე 1900 ეგუნა და ხო, სოციალიზმის ახლა მე შუაში ჩავჭდები და სრულს ჩავფიქრებ, იმიტომ რომ ჩემი ორივე აწ უკვე ყოფილი ლექტორი გახლავთ ადგილზე და ეგ ნუ ჩავიფიქრო რა სრული ჩავჭდები მე და ჩავიფიქრე. მე გადავდები შუაში. მე გადმოვალ მაშინ კითხვით, რადგან ყოფილი ჟურნალისტი ხართ, როდის მიხვდით რომ ეგ გინდოდათ მაშინ? ადრეულ წლებში, როცა დაიწყეთ მაგაზე მუშაობა, რომ ჟურნალისტიკა გინდოდათ რა. ხო, რაღაც უფრო შემთხვევით მოხვდი ვიდრე რამეს ხომ, რომ წერა გამომდიოდა ყოველთვის და ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, როცა ბიძინა მაყაშვილთან დავიწყე მუშაობა გაზეთ 7 დღეში. ბიძინა ერთ-ერთი ის არის ქართული მუსიკაზე და კულტურაზე წერის ერთ-ერთი ვინც დაიწყო ეს ამბავი პირველი და მასთან კულტურის განყოფილებაში მუსიკაზე წერდი ხოლმე. მაგრამ ჟურნალისტიკად არ აღმიქვამს ესა და მას მე ბევრ სხვადასხვა ტელევიზიაში მიმუშავია, რადიო თავისუფლებაში ვიყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეხაც ახლა ურთიერთობა მაქვს მათთან და უფრო ხაი მიმომხილველი ვიყავი ხოლმე ჟურნალისტადაც მიმუშავია, რაღაც ლაივის ჩართვებზეც დავდიოდი და ახალ ამებსაც წერდი და ყველაფერი, მაგრამ მაინც უფრო რაც გამომდიოდა მეგონა იყო ან რაღაცა მუსიკაზე, კულტურაზე წერა, რაღაცა ეგეთები, ბლოგების წერა. ეხაც მაგ მიმართულებით არა, მუსიკასთან ძალიან ახლოს არის თქვენი გადაცემების სიუჟეტებსაც წაკეთებთ. ხო, რა, ეგ მიკეთებია მთელი ცხოვრება და მაგით ესე მოვყვები, მაგრამ რადიოში დავიწყე დაახლოებით ესე 10-11 წელს წინ პოდკასტის გაკეთება, ნიკოს პოდკასტი ერქვა და ერთ-ერთი პირველი პოდკასტი იყო, რომელიც იყო სუპერველი არ იყო ქართულ სივრცეში კი ერთ-ერთი პირველი იყო, ბევრი არ იყო, ხო. ხო, მაგრამ ნუ მე ვაკეთებდი კაი ხნის განმავლობაში, ანუ დიდი ხანი ვიყავი პირველი, რომელიც შემორჩა. და რაღაც ხნის განმავლობაში ისეთი იყო ზომიერად პოპულარული. რამდენი წელი ქონდათ პოდკასტი? აი ეგ ნიკო. ერთი 10 წელი მგონი, კაი ხანი ვაკეთებდი. და თავიდან იყო რომ ყოველდღე ვაკეთებდი. მომენტი არის ძალიან მაგარი 10 წელი პოდკასტი კეთება.
იცი როგორ იყო, თავიდან ეგ იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმე. რადიოში რომ მუშაობდი, ჯერაც დილის გადაცემის თანაწამყვანი ვიყავი, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებდი და მე პოდკასტის კეთება რო დავიწყე, კვირაში 5 დღე 1 საათიან რეალურად რადიო გადაცემა იყო, რომელსაც თან პოდკასტად ვდებდით და ესე იყო პოზიციონირებული. მე რაღაც სხვა პასუხისგებლობებიც დამემატა, ეს არ იყო ჩემი ძირითადი საქმე და ამას უფრო ისე ვაკეთებდი თავისუფალ დროს, არ ქვია, მაგრამ ხობი, საკუთარი ინტერესი შემართება. ხო, მაგრამ რადიო თავისუფლების ის იყო, პროდუქტი იყო და ხა ისე ხშირად ვეღარ ვაკეთებდი, ხანდახან თვეში ერთხელ ვდებდი, ან ორ კვირაში ერთხელ რაღაცა ეგრე, მაგრამ ძირითადად ის მაცოცხლებდა ამ პოდკასტს, რომ ვიღაცები უსმენდნენ და ძალიან ის არის დიდი სტიმული არის, როცა ადამიანი გეუბნება თან პოდკასტი ისეთი რაღაცა. ეს ჩემი პოდკასტი იყო აუდიო პოდკასტი, თავიდან მარტო ეგ იყო იდეაში პოდკასტი. მე გაფართოვდა უფრო და რაღაცა YouTube-მა გააფართოვა და არის ძალიან ინტიმური რაღაცა არის, როგორ თქვა, რომ ტიპი გისმენს შეგარჩია რომ მოგისმინოს, ან ტელევიზორი კი არ გადართო, ან რაღაცა შეხვდა რეკომენდაციებში. არამედ ყურებში ერთ-ერთზე გისმენს, ან დარბის, ან ჭურჭელს რეცხავს, ან რაღაცა მიდის და ესეთი მომენტია რა, უფრო უშუალო ტიპი არის, ვიდრე ნებისმიერი რამე სხვა. აი ძალიან კარგი კუთხით დაგვანახეთ ახლა პოდკასტის ისა რა. ეხლა მაგას რო არ ვაკეთებ, ცოტა გულიწდება, იმიტომ რომ რაც ისე გამომდიოდა და ვიღაცებს უთქვამთ, რომ ხო იცი, აი მარტო არ გძნობ თავს და ვიღაცა გელაპარაკება, თან შენ გელაპარაკება. ანუ მახსოვს რო გითხრა რომ ბევრი მაქვს ნანახი თქო მოგატყვებ ამ მოსმენილი, უბრალოდ იცით რა გამახსენე, აი ის იყო რა ქვია, ანუ მარტო ქონდა ხოლმე და რაღაც თემაზე ლაპარაკობდი. თავიდან ძირითადად სტუმართან ერთად ვიყავი. მე მივხვდი რომ არ მიყვარს სტუმრების მოძიება, შეთანხმება, ეგ ნაწილი, საპროდიუსერო ნაწილი, საჭიროა ვაკეთებ, მაგრამ ეს არის რა, მე სიკვდილება ხოლმე. და ამიტომ გადავწყვე რომ ხან მარტო ვიქნებოდი, ხან სტუმართან ერთად, მით რომ კვირაში 5 დღე რა უნდა აკეთო, ხა რამდენი სტუმარი მოვიყვანო, ხო? ზოგს ისე ვფიქრობდი თემატურად, რომ ეხა რა არის, რომ რაღაც ის რო არის ხოლმე სამსახურში სანტას რო აკეთებენ და მე რაც მაგის პლუსები და მინუსები, მოდი რაც მაგაზე ვილაპარაკოთ, ეგეთი თემებიც რო გქონდეს რა. მაგრამ მე მარტოც რო დავიწყე კეთება და მაგასაც რო უსმენდნენ, ეგეც მაგარია და კარგი გამოცდილებაა. მე ისე უკვე უნდა დავბრუნდე. რაზე სწავლობდით? სად ჩააბარეთ, რაზე ჩააბარეთ? მე ვსწავლობდი სოციოლოგიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივან ჯავახიშვილის სახელობის და ჩემთვის დღემდე არის მიუღებელი, როცა ამბობ ხოლმე ჯავახიშვილში ვსწავლობდი ან რაღაცა, ჩემთვის არის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იმიტომ რომ The უნივერსიტეტი ეგ არის და ყველა სხვას გაუმარჯოს, ანუ ყველაზე კარგი კი არა და ძალიან ბევრ სფეროში ბევრი სხვა უნივერსიტეტი ჯობია, რასისულელია, მაგრამ კერო ივანე ჯავახიშვილმა დაარსა, ეგ არის The უნივერსიტეტი და ამიტომ არც თსოს ამბობ ხოლმე და არც ჯავახიშვილს. სოციოლოგიას ვსწავლობდი 4 წელი ვისწავლე, მე სამაგისტროზე ჩავაბარე, მაგრამ არ დამთავრებია, იმიტომ რომ არ იყო ჩემი. მაგრამ ნუ ბევრი კარგი გამოცდილება დამიტოვა ჯგუფელებთან მეგობრობა, ლექტორებთან, რაღაცა სტუდენტობის ოქროს წლები თუ რა ვიცი. ეგ ძალიან საინტერესო გამოცდილება ხა რაღაცაზე ვისწავლე, მაგრამ არ დავამთავრე, მაგრამ მაგის დამოუკიდებლად ვაგრძელებ ცხოვრებას, არაფერი არ დაშავა და სხვაგან ვიპოვე ჩემით. ან ჩვენც ხო მაგ მიმართულებით მივდივართ, რეალურად ისეთ ხალხზეც ვფიქრობთ, რომლებიც დღეს ფიქრობენ, თქვა პროფესიის ცვლილებაზე, რა. რაღაც კონკრეტული დაამთავრეს, რაღაც პროფესიაზე ეგონათ რომ შედგებოდნენ რაღაც პროფესიაში, მაგრამ თავის ბაკალავრიატის დიპლომის თუ მაგისტრატურის დიპლომის მიღმა აბსოლუტურად სხვა რაღაცას აკეთებდნენ, რა და ეგ საინტერესო გამოცდილებაა. ეგრე მე ვიტყოდი, შეიძლება უმეტესობაც კი იყოს, ან 50%-ზე მეტი, რომ 4 წელი ისწავლე, მაგრამ ეს 4 წელი არ არის დაკარგული იმ მხრივ, რომ რაღაცა ურთიერთობები შეიძლება, რაღაცა უნარები ისწავლე, შეიძლება არ იყოს არაფერთან კავშირში, მაგრამ გახსოვდეს. მე სამაგისტროზე ჩავაბარე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯიპასთან ერთად. პროგრამა იყო, რა მოკლედ ჯიპა გიშვდა, მე რო ჩამოხვიდოდი, მე აქ უნდა გესწავლებინა და ორმაგი დიპლომის ამბავი გამოდიოდა. ორმაგი დიპლომი არ იყო, ანუ იქ მიდიოდი სამაგისტროს ამთავრებდი, მე ბრუნდებოდი აქ და ჯიპაში ასწავლედი. რაღაც რამდენიმე წელი უნდა გესწავლებინა და ნუ ის რამდენიმე წელიც ვიყავი და მე კიდე რაღაც кайხანი. რაზეც ისწავლეთ სოციოლოგიაზე რა საბოლოო ჯამში მაგას ვამბობთ, რომ რაღაცას მაინც გასწავლის. თქვენ არ მინდა და თან შენობით გადმოდიან. და არ ვერ გავიგენ, ხან ისე ვლაპარაკობ, ხან ასე და დამამნეველია, მაგრამ შენ უნდა ვთქვა რა. კომფორტულად ვიქნებ თავს მე. სოციოლოგია ისწავლე. ჟურნალისტიკაში რა წამოიღე მაქედან? აი უნივერსიტეტიდან რა, სუბთად უნივერსიტეტიდან რაც გასწავლეს. და პარალელურად სწავლის დროს თან მუშაობ, წერდი ხოლმე სულ და ხო, ეგ თავიდან მწერალი ჟურნალისტი უფრო ვიყავი, რაღაც გაზეთებში მუშაობდი, მე როცა სამაგისტრო დავამთავრე მას კომუნიკაციის განხრით და პარალელურად თან თარჯიმნად მუშაობდი ხოლმე, იმიტომ რომ ინგლისური ნორმალურად ვიცი და მუშაობდი
რამდენიმე მედია ორგანიზაციაში, საერთაშორისო მედია ორგანიზაციაში ერთი იყო ICFJ, International Center for Journalists, მუშაობდი Internews-ში და ამისი დიდი ნაწილი იყო, რომ ტრენინგები იყო, თქვათ, რეგიონული და ქალაქის ჟურნალისტებისთვის, რომ რაც ორი კვირა ქუთაისში მიდიხარ, ეს ტიპი არის ჩამოსული, ტრენერი თუ რა თქვია უცხოელი, რომელიც ამათ უკითხავს და მე უთარგმნი და ამ ხნის განმავლობაში ხა სულ რო არ გაინტერესებდეს ისწავლი რაღაცას, ხა იმათ შეუძლია ისხდნენ და არ მოგისმინონ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ზოგი მართლა აპირებს რომ ჟურნალისტიკას გაყვეს, ზოგი ისე არის უბრალოდ წამოსული ქუთაისში დასასვენებლად და მე მიწევს მაინც, იმიტომ რომ უნდა ვითარჯიმნო და თან ისაც კითხვა და წერა მიყვარდა და ეგრე მივყავი. თან ერთ-ერთი რაც მქონდა, რაც შევატყე რომ რაც კეთება მინდა, მე ვიფიქრე მაგაზე თავის დროზე არ ვიცოდი, სულ კითხულობდი ხოლმე რეცენზიებს მუსიკალური ალბომების ჟურნალებში. ანუ საქართველოში ნაკლები იყო, ბიძინა იყო ვისთანაც მუშაობდი, რომელიც წერდა ხოლმე ამასთან, კიდე რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ხშირად არა. და თქვა ჟურნალი Rolling Stone იქნებოდა და Q იყო ეგეთი ბრიტანული ჟურნალი, იქიდან ბოლოში გადავშლიდი და ალბომების რეცენზიებს წავიკითხავი, თან ისე რომ მოსმენილი უმეტესობა არ მქონდა კი არ მქონდა შანსი რომ ამესმინე, იმიტომ რომ ეს Spotify არ არის და ინტერნეტი საერთოდ თუ რამის მოსმენა გინდა და იყიდო ფიზიკური კოპია, ან კასეტაზე ჩააწერინო, ან რაღაცა ეგეთი და თვითონ ფული ხარ აგაკ და ჩემი ერთ-ერთი რაც ის იყო ძვირფასი საგანძური იყო ერთი დიდი ჩანთა კასეტების, რომელსაც დაათრევდი ხოლმე რადიო მწვანე ალღაშსაც DJ-ით მუშაობდი. და თან ჩემ საქმესაც ესე ვხედავდი, რომ ეხა FM რადიო ის არ არის, რაც თავის დროზე იყო, იმიტომ რომ თავის დროზე მუსიკა თუ გიყვარდა, უნდა დაждე რადიოს მოусმინო, იმიტომ რომ ტელევიზორში მაინც არ გადის არაფერი. კი ბატონო, და ისე ხა რა ვიცი დისკები თუ გაქვს, ხო კარგი, მაგრამ ნუ ჩვენ ვინც ლო მეტი გქონდეს და რაღაცა შემოგთავაზოთ. და რამდენიმე რადიო იყო, სადაც ეს მუსიკალური წამყვანების ინსტიტუტი იყო. იმ ხრივ რომ თქვა ჩვენ რადიოში იყო, რომ მე რო 3 საათი ვზივარ ის ჩემ მუსიკას უშვებ. ის კი არ არის რა. შენი შერჩეული პლეილისტი არის. არა მარტო ჩემი შერჩეულია, ჩემი ჩანთით მივედი, ჩემი კასეტებით, რომელსაც თავიდან იქ არ ვტოვებ, იმიტომ რომ იქ ჩემი ძმაკაცები მუშაობენ ყველანი, ძმები დადები, მაგრამ ვიღაც აიღებს და ჩემს სიმღერებს გაუშვებს და იქ მაგან თავისი მოიტანოს თუ შეიძლება, მე ბევრი მიწვალია აქ და თან სალაპარაკო რო გქონდეს რაღაცა. ამ ჟურნალებში ვკითხულობ და უნივერსიტეტში იყო რაც ბიბლიოთეკა, ესეთი კარგად მოწყობილი, მაშინ სადაც ჟურნალებიც ჰქონდათ, Rolling Stone-ები და იქ მივიდოდი, წავიკითხო და რაღაცებს ამოვწერდი, რომ ამას Pearl Jam-ზე შემიძლია ეს ვილაპარაკო და ძალიან საინტერესო ის არის, ეხა არასდროს შემხვედრია, ვერც ვიხსენებ ეხა. ჩვენთან იყო თუ არა ჟურნალში ეგეთი, აი განხილვა, ან თუნდაც რეცენზია იმის, რა ქვია. სხვადასხვა ჯგუფები. იყოს, იმიტომ რომ მე ვაკეთებდი. ანუ რა მაგას ვამბობ, ხო, თქვენს გარდა, შენს გარდა. ჩემს გარდა ის ანუ არ ვიტყვი რომ ერთ-ერთი ვიყავი, ანუ იყო ხალხი, ვინც რეცენზიებსაც წერდა და მუსიკაზე დაუწერიათ, ჩემზე უფროსების და ჩემზე უკეთესადაც გაუკეთებიათ. მაგაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ჟურნალი სადაც აი ბოლოში გადაშლიდა რეცენზიები და ხშირად რომელიც გამოდის, ერთი ჟურნალი ოზონი იყო, რომელიც რაღაც ხნის განმავლობაში გამოდიოდა, რედაქტორი ვიყავი მე და აქა-იქ იყო ხოლმე ან გაზეთი ან ჟურნალი, თქვა ანაბეთში იწერებოდა ხოლმე ჩნდებოდა, ეხლა რაც ისე გამომივიდა რომ მე ვაკეთებდი მარტო, მაგრამ ნუ ეს მუსიკალური ჟურნალი ბევრი არ იყო. ხო, მაგას მასობრივი არ იყო თან იმ დროს, როცა ასე თუ ისე ჟურნალს ყიდულობდი რა. და იყო სხვა თქვა ვარსკვლავები და რაღაცა უფრო პოპ ჟურნალები, სადაც ყვითელი არ თქვი, იმიტომ რომ რაღაცა პოპ მუსიკაზე წერდნენ ხოლმე, ესტრადაზე რაც გინდა და არ თქვი. და მაგრამ თქვა ქართულ როკ ჯგუფებზე და რაღაცაზე სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, რომელიც მაგას ვაკეთებდა, 10-ც არა. ხო, იცი რა გამახსენა და იმას რო ყვებოდი, აი ჩემი კასეტებით დავდიო, მე მაქვს ჩემი გამოცდილება კასეტებთან მიმართებაში. ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა, და სკოლის ასაკში კრებულებს ვაკეთებდი ჩემით, ოღონდ რადიოდან. ხო. დღემდე მაქვს შერჩენილი კასეტები, სადაც წამყვანის ხმა რო შემოდის, ხო ის ვერ მოასწარი და აი მამა ჩემა რო პირველად ეგეთი მაგნიტოფონი მომიტანა JVC იყო შავი, რომელსაც ქონდა რეკორდინგი რა, ჩანდა. რა მღლა ხარ? მე პატარა მგონი ხარ. მე 85-იანი ვარ. ხო, და 78. მახსოვს რომ ის იყო რა, აი კლასელები ერთმანეთს ვეჯიბრებოდი, ყველა აი ეგრე რა, ყველას თავისი ის ქონდა ნაკრები გაკეთებული და მე ხელით გარედან ვაფორმებდი ის და აი დღემდე მაქვს ერთი აი ამ ხელა 5 შენახული არსად არ უშვებდა. შენ საიდან მოიპოვებდი მაგ კასეტებს? ანუ ზოგს ვაწერინებდი რადიოდან თუ არა, ანუ ეგეთი სერვისები ახალგაზრდები არიან. ერთი იყო რომ როგორც მიწისქვეშა გადასასვლელებში იჯახო მე კი. კი ბატონო. ჩემ შემთხვევაში იყო ბაბა, იმიტომ რომ 55 იმის
წინ მიწისქვეშა გადასასვლელში იყო ხმის ჩამწერი სტუდია ქვია და ვოვა იჯდა იქ მინდოდა რომ ვოვა გამოსულიყავი რომ გავიდებოდი ერთ-ერთი იყო აი გამო და არის ფენოვანი ხაჭაპურები ხდება ხოლმე ეგეთი ადგილია და აქ არის გამოკრული ალბომები და ჯგუფები რა აქვთ ანუ შეგიძლია მისცე და ეუბნები რომ ACDC-დან დაწყებული ზიზიტობით დამთავრებული ან აბადან დაწყებული უფრო ადრე გიგებოდა ალბათ და კასეტას აძლევდა ეუბნები რომ ეს ალბომი ჩამიწერი და დაპისკაზე რაღაცა სხვა დაპისკა იგულისხმება რომ ალბომზე არის 90 წუთი ან კასეტაზე როგორც წესი ალბომი არის 60 წუთი რაღაცა და დანარჩენი დრო რო რჩება რაც მორჩება სხვა რაღაცა ჩაგიწევს მთელი ამბავი იყო მაგრამ ეხა კასეტა ცალკე უნდა იყიდო მე ჩაწერა ფული ღირს ბევრი არ ღირს მაგრამ ნუ საერთოდ რო არა გაქვს ღირს რაღაცა ნაწილი მქონდა ეგრე ნაწილი მქონდა შენი არ იყოს რადიოდან ჩაწერილი და მე ვიყავი ფლექსით ვიყავი ერთი წელი ამერიკაში სკოლაში და ერთ-ერთი რაც ჩამოვიტანე იყო 15 კასეტა სულ რადიოდან ჩაწერილები სუკაი ისინი მაგალი ხარისხის მანთან როგორ შვები იცი რომ კასეტა რო კიდევს პაუზაზე გაკეთებული იმიტომ ხაკული რო არ იყოს და შენ რო სიმღერა გინდა ის რო დაიწყო წყალ დააჭირე და მე მოყვება მაგარი ექსპერიენსები გქონიათ და კასეტა რო წყდება და გადაბმა ლაკით და ჩაგეხვა და იმით რო ასწორებ რა ფანკარიან კალაბი ხო და ეგ ცოტა მაკლია ეხლა ეს ამაქვს YouTube Music-ზე უსმენ ხოლმე Spotify არ მაქვს მაგრამ ნუ დაახლოებით იგივეა რა და გამოდიარ ხოლმე ხარას მოусმინო და რასაც მანამდე მოусმინე ისევ იგივეს უსმენ და რომ წარმომიდგენია რომ ჩემი თავი 20 წლის რო ვიყავი ეს რო ყოფილიყო რომ რასაც ხელს დაადო ყველაფერი შეგიძლია მოისმინო არც გაასწორებდა იმიტომ რომ აი მაგის თქმა მინდა სწორი ხა ხო აი მეც მაგარი ნერდი ვიყავი და ქუჩაში რო გამოდიოდი პირველი სამსახური რომ მქონდა ისეთი კაი ხელფასი სადაც მქონდა კაი ხელფასი არა მაგრამ გაზეთი იყო საქართველოს გაზეთი და პირველი რამდენიმე ასეული ლარი რო ავიღე თავისუფლების მოედანზე იყო სონის მაღაზია და სონის მაღაზიაში ვიყიდე სონის ვოქმენი რომელიც ღირდა 120 ლარი თუ რაღაცა მე მთელი ხელფასი მაგაში მივეცი ეს ჩამოკიდებული მქონდა და ჯიპეში მე და 4-ან 5 კასეტა და ოღონდ იმ 4-ან 5 კასეტას მოისმენე ხა მეტი რა უნდა ქნა ისინი ვიცოდი ზეპირად აი ახსენე პირველი ხელფასი პირველი მასალა თუ გახსოვს შენი როგორც ჟურნალისტის რაც იმუშავე აი დამოუკიდებლად რა დამხმარე და რამე არა აი შეიძლება რაღაც არ წყვილი არასდროს ანუ ბიძინა მოცა დავალება ერთ-ერთი პირველი იყავი დამხმარე თქო რა არა ეგეთი არის პირდაპირ არა ბიძინამ გამიშვა მითხრა ხა ჩაწერ ინტერვიუს ტიპთან რომელსაც ქვია ლადო ბურდული ესეთი ადამიანია მიხვალ და მოიტან და ერქვა ლადო ბურდული ორ წერტილი გავაკეთებ საცერს რაღაც პატარა ის იყო და რამდენიმე ხო ანუ ზოგი შენახული მოგდა ჩემს აქ შენახული და მახსოვს არ იყო გადასარევი მაგრამ რო კითხულობ ისე ვარ რომ ოკეი ანუ 17 წლის კვალობაზე საკაიფოდ წერ მაგრამ ანუ 17 წლის ასაკში პირველი მასალა ქონდა შენი გაკეთებული არა უფრო პატარა ვიყავ კიდე ოღონდ ამ ხნის განმავლობაში ხარ ახან საქმეს რომ მოუბრუნდეთ რამე მომენტში რომ აი ვიცოდი რომ ზუსტად რა მინდა გამოვიდე ან რაღაცა წერტილი დავსვი რომ ამიერიდან ჟურნალისტი ვარ და ამას მიყვები და თავი ვიპოვე არა უფრო რაღაცა გამოვიდა რომ გაზეთში მუშაობდი მე იქ მუშაობდი მე აქ და როგორც წესი ჩემი გამოცდილება ის არის ხოლმე და რასაც ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები ყველაზე მთავარი სამსახურის შოვნის ამბავში არის ნაცნობობა ოღონდ ნაცნობობა ბევრს ისესმის რომ აუცილებლად რაც მამისის უნდა იყოს თუმცა ეგეც არის ხოლმე ანუ რა ვისაც აქვს საშუალება why not ანუ რაღაც ისაც უსამართლოა ცხოვრება და თუ რაღაც პატარა გაგივარდა და ვიღაცამ სადღაც მიგიყვანა ბაზარი არ არის we will not judge you როგორც ახალგაზრდები იტყვიან მაგრამ საბოლოო ჯამში არის რომ აი სადღაც მიმტანად რომ მუშაობ და სისტემაში რო ხარ მე სხვაგანაც მუშაობ იმიტომ რომ ვიღაც დაგიძახებს ან მენეჯერი გადავა სხვაგან ყველა სფეროში ეგრეა რომ არც ის არის აუცილებელი რომ აი განსაკუთრებულად თავი გამოიჩინო მაგრამ ვიღაცებმა რო იციან რომ აი ამას რო დაგავალებენ გაკეთდება რა მე ეგ არის მთავარი ეგრე წინაურდები კი სივითაც შეულობს ხოლმე ხალხი სამუშაოს თუ რაღაცა უწარი სივი გაქვს მაგრამ პრინციპი არა მართალს ლაპარაკობ ხო საკუთარ კარიერას შენქმნი რა საბოლოო ჯამში თავი დასაყრდენი იყო და ეგრე აგიქვან რომ აი რას თქვი რა დაავალე კეთდება რა სტაბილური სანდო როცა ხარ ესე ძალიან მნიშვნელოვანია და გაითვალისწინეთ მე მგონი შენ გინდოდა კითხვის დასმა კი მინდოდა ჟურნალისტიკას რომ მოუბრუნდე კარგ ჟურნალისტს აი პირველ რიგში რა ჭირდება მაგაზე ხო შეიძლება რომ ის სხვადასხვა აზრი იყოს და რაც არ არის რეალურად არის ერთი მთავარი არის ცნობის მოყვარეობა ჟურნალისტი ვერ იქნები თუ არ გაინტერესებს რაღაცა დანარჩენს ყველაფერს მიხედავ ანუ ცნობის თუ არ გაინტერესებს ჩაძიება არ გინდა რაღაცა არ გინდა ნუ აი
კი გააკეთებ, შეიძლება წერა იცოდე, ლაპარაკი იცოდე, ან ბევრისთვის არის რომ გაპრანჭვა უნდა და ეკრანზე რა ვიცი რომ კარგად გამოჩნდეს და ეგეც იმისი ნაწილია, ანუ ვინც ეკრანზე ვჩდებით, ყველანი ვიბრანჭებით, ხანდახან შემიხედავს და არა ვარ რაღაც განსაკუთრებული რომ ეს მარჯვენა მხარე კაი მაქვს თუ მარცხენა, მაგრამ მუშა მხარე. მარტო რომ ვზივარ და ჩამიწერია, ხანდახან მეთქი ანუ არა, რაღაცა ის არის თავიდან ვიზამ, მაგრამ თავარი არის რომ უნდა გაინტერესებდეს. აი ინტერვიუს ჩაწერის დროს თავარი კითხვებს ვერ დასვამ თუ პასუხი არ გაინტერესებს და ძალიან ბევრი არის რომ ატყობ კიდევაც რომ ერთი კითხვა აქვს ჩამოწერილი, მეორე, მესამე რომ ზოგის წარი რომ თვითონ კაი ტიპი გამოჩნდეს რომ ნახე რამდენი რაღაცა ვიცი, ან უბრალოდ არ ვიცოდი რა მექნა და აი რაღაცეები ჩამოწერე. მაგრამ ინტერვიუსთვის მზადება არის რომ რა მაინტერესებს ამ ადამიანისგან. ეხა ყოველთვის არ გამოვა რომ რაღაცა გაინტერესებდეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ამ რადიო თავისუფლებაში ვიყავი დილის გადაცემის თანაწამყვანი, რომლის მიღებული იყო 2006-დან იყავი მე მგონი. ხო, კაი ხარ, რამდენიმე წელი მე და ნინო გელაშვილი. და ის დღე გამოშვებით ვიყავით, ხო, ანუ ორივე ერთად ავართ, მაგრამ ერთი დღე ის არის სტუმრის მოყვანაზე და მე ახალ ამბებზე ვარ და მეორე დღეს პირიქით. ეხლა ერთი თვე, მეორე თვე, მესამე კვირაში სამჯერ ტიპი რომ და მოიყვანო და თან ახალ ამბებთან იყოს კავშირში, ყოველთვის არა გაქვს, რა, ძალიან გულით ხან ვიღაცა მოდის, უბრალოდ იმიტომ რომ დილა არის ეთერი უნდა შეივსოს, მაგრამ ძალიან ეთყობა კარგს და ცუც რომ გაინტერესებს რაღაცა თუ არ გაინტერესებს. ასე რომ ჟურნალისტი თავისთავად არის ცნობის მოყარეობა და მე არის ის ყველაფერი რომ თქვათ არის ხალხი ვინც ხედავს რომ აქცია არის და კვამლი გაუშვეს და მოდის და ჟურნალისტების უმეტესობას დღემდე ის ამაქვს რომ რაღაც აქცია არის რომ მირჩევნია რომ მივიდე იქ მიუხედავად რომ საქმე არ ამაქვს და არავისი გავჭირდები, მაგრამ რაღაც ისთვის ავარაბამე. კი ბატონო. ყველაზე რთული როგორ ფიქრობთ რა არის როგორც ჟურნალისტისთვის კითხვის დასმა, პასუხისმგებლობა თუ ინფორმაციის მოძიება. აი სამი ძალიან განსხვავებული რაღაც არის. ახლა წეგან ამბობთ რომ ეს სტუმრის მოძიებაო ძალიან მეზარებოდაო და ეგ ამბავიო რა და მარტო ვიჯექიო. აი როგორ ფიქრობ აი ჟურნალისტისთვის რა არის ყველაზე რთული? ეგ არის ძალიან ინდივიდუალური, ანუ ყველას თავისი ის აქვს. ჩემთვის იყო ყველაზე უფრო რაც მესიკვდილებოდა vox pop-ების ჩაწერა. ქუჩაში გამოსვლა და ვინც არ იცის ანუ არის ინტერვიუებს და მაინც ახსნიან ჯობია. კი, აუცილებლად. ქუჩაში ვიღაცა მოდის, გააჩერე, გამარჯობა, რას ფიქრობთ ბოლო კანონზე თუ ისა, იმიტომ რომ რაღაც ხანი მიწევდა ხოლმე და თან განსაკუთრებით როცა რადიო თავისუფლებას რადიო კი ქვია, მაგრამ რადიოს კომპონენტი ნაკლებად არის ძირითადად ინტერნეტში ახლა, მაგრამ კაი ხნის განმავლობაში რადიო სიუჟეტებს ვაკეთებდით და რაღაცას რო ყვები, მე გასალამაზებლად ტელევიზიასაც უხდება და რადიოსაც რო ქუჩაში გახვიდე და ერთი 10 ადამიანი ჩაწერო. ზოგი ერთობა მაგაზე, ანუ ყავს თანამშრომლები რომ აი გამოვიარე, გავაჩერეთ, ნახე, კაი სინქრონი წამოვიღე რაღაცა. მე ვიყავი რა არ მოგწონდა არა. არ შემილია. ანუ ხო ტელეფონის დარეკვაც არ ვიღაცებს რო ურეკავ, მეგობარს რო ურეკავ ხოლმე, ეგეც ისე ვარ რომ არ მიქონდა. და ზუმის შეხვედრები მკლავს ხოლმე, ყოველთვის მირჩევნია ცოცხლად შეხვდეს. სულ რა მანდა ვარ მეც. რაღაცა სამსახურის ახლობლური ზუმიც რომ მაგ ერთი 10 წუთით ადრე ამოწმებ, ხო არის ჩართული. ხო, ანუ არაფერი ჩვენა ვართ. ხედავთ უბრალოდ და ის ამარა რა. ახლა ზუმი პანდემია მოიტანა ზუმით. ხო. მაგრამ მოკლედ ეგ არის, ხო, ცნობის მოყარეობა თუ არა გაქვს ჟურნალისტი ვერ იქნები და ჟურნალისტს უფრო კარგი მოსმენა სჭირდება თუ უფრო კარგი საუბარი? ეგრე არ რა, ორივე. მე მგონია რომ მოკლედ მოსმენა ძალიან უჭირთ. ეგეთ შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე რა, რომ თვითონ აი ბევრს ლაპარაკობენ, რაც აი ლაპარაკობენ, მაგრამ აი საბოლოო ჯამში მოსმენა ჭირს ხოლმე რა, აცადე რა, ალაპარაკე. რაღაც ეგეთ შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე. მე ხა თუ არა, ეგ არის ხოლმე მეც მინახავს ტელევიზორში რაღაც ეკითხებიან და ესე და მეთქი ანუ მოусმენ რაღაცას გეუბნება ნორმალს, მაგრამ მეც მქონია ეგ ანუ ხანდახან პოდკასტში სტუმარი მყავს და მე მომისმენია და ესე უყურებ რომ აცალე ხა ლაპარაკი, აცალე ლაპარაკობს, ნუ ჩაერთო, მაგრამ თან პოდკასტი კიდე ის არის რომ იგულისხმება მთელი მუღამი არის რომ ინტერვიუ არ არის და რაღაცა ერთად ლაპარაკობს და ცოცხლად არის და მეც უნდა ჩავერიო და ასე რომ ნახე დაგიცავი ისე ირიბად ვითომ ვერ ისე ჩვენ ლექტორები თუ დაუდგებით ერთ-ერთი. არა, ერთ-ერთი რთული ის არის რომ სულ გიწევს რაღაცა ახლის სწავლა, რაც გონია რომ არ ეგ არ მთავრდება არასდროს და არის ჭირი რომ გონია რაღაცები იცი. მე ხა თქვა სამაგისტროში დავიცავე მას კომუნიკაციები ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კარგად დავიცანო, კარგად ვიცოდი რა, ვისწავლე რაღაცა, კაი ნაშრომი მქონდა. იქ რაც ვისწავლე 2000 წლების დასაწყისში, ეხა სამეცნიერო პრინციპები და რაღაცები თეორიების ნაწილი იგივეა, მაგრამ ნუ მაშინ ჯერ კი ინტერნეტი მაინც არ იყო, Facebook-ი არ არსებობდა, MySpace-იც კი არ იყო, რაღაც
ახალი დაწყებული იყო და მას მერე ძალიან შეიცვალა ლანდშაფტი მედიასთან დაკავშირებით. ეხლა რომ ამბობ რომ ყოფილი ჟურნალისტი რა ის უნარჩვევები რაც ვისწავლე ხნის განმავლობაში კამერასთან მუშაობა, სცენარის დაწერა სულ გამოგადგება, ამბის თხრობა, მაგრამ ეხლა მიწევს ამ YouTube-ის სწავლა, რომ აი რაღაცა იმას მიყვები Mr. Beast-ის რჩევას, რაც არ უნდა ის იყოს სასაცილო, იმიტომ რომ Mr. Beast-ი არ მიყურები არასდროს არა ვარ მაგის ასაკობრივ კატეგორიაში, გასული ტიპი. არა ტიპი ამბობს რომ აი ყოველჯერზე რომ დაჯდები, უნდა შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაც ერთი ასპექტი გაუმჯობესო, არ ვიცი რამდენი პროცენტით. ხა ზუსტად ვინ დათვალა პროცენტით თუ რაღაცა, მაგრამ მეც ახლა 10 ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ყოველჯერზე რომ ვზივარ, ვფიქრობ რომ უკეთესი კი არ გავაკეთო, აი ხა პირველი 30 წამი უნდა რომ უფრო ისე იყოს ასხეპილი, იმიტომ რომ YouTube-ს ეგრეთ ჭირდება. აი მაგის ჭირდება. კითხვა მინდოდა, შენ თვითონ აფასებ შენივე პოდკასტს, ხო? ხო, მაგრამ მაგაში გეხმარება თვითონ ის YouTube-ის ხელსაწყოები, იმიტომ რომ შედიხარ YouTube სტუდიოში, იქ გაქვს სტატისტიკა. ეხლა ყველაფერს ერთბაშად თუ შეხედავ გაგიჟდები, იმიტომ რომ არ იცი რა უყო და რაღაცა, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი. ვთქვათ, ერთი არის ქვე click through rate, რომელიც არის რომ ადამიანმა შენი thumbnail და ის რომ დაინახა სათაური, რამდენმა დააჭირა ხელი. რაც თუ ძალიან დაბალია, ესე იგი ან სათაური ვერ დაარქვი კარგად, ან ფოტო გქონდა არასწორი, ან თემა ირჩი არასწორად და არ დაინტერესებს, რაღაცა ეგეთი, ნუ მაგაზე შეგიძლია იმუშაო. YouTube-ისთვის მნიშვნელოვანია რომ გეუბნება რომ პირველი 30 წამის მერე ლაპარაკი რომ დაიწყო, რამდენი პროცენტი დაგრჩა. თუ ეხლა რომ დაიწყე ლაპარაკი 40% წავიდა იქიდან, იცი რომ რაღაც მან მაგ გამოსასწორებელი. და ეხლა ჩემი ასაკის და გამოცდილების ადამიანი რო ხარ, თავიდან ისე ხარ რომ აი ამან რა იცის, ანუ ეგრე მირჩევნია რომ დავიწყო და მე ხვდები რომ ანუ არ არის რა სისხლიანი სტატისტიკა არის. გეუბნება რომ ტიპებმა არ დააჭირეს ამას ხელი და ეხლა შენ გამოიტანე გადაწყვეტილება რომ ან სურათი დასვი არასწორად, ან სათაური, ან თემა იყო არასწორი. ან კიდე ის არის რომ პატარა იუთუბერების პრობლემაა რომ ბევრი იღებს რომ უყურებს thumbnails 30 ნახვა თუ აქ არ აჭერ ხელს იმის და მიუხედავად რომ შეიძლება სათაურიც კარგი იყოს და ფოტოც გაიყოს. ანუ მე უყურებ watch times რომ რაღაც თქვა 9 საათიანი ლაპარაკიდან რამდენი პროცენტით უყურებ. ეგეთ რაღაცეებს რა და ყოველჯერზე ვცდილობ რომ ერთი რაღაცა პატარა გაუმჯობესო. და არ ჩაუდგე ჯიბრში მანქანას, რომელმაც შენს უკეთესად იცის კი არა და თუ სტატისტიკას გეუბნება და დანარჩენი დასკვნები შენ გამოიტანე, იმიტომ რომ ყველაფერში კი არ უნდა დაუჯერო, ისიც არის რამეს რო აკეთებ. ჩემთვის იყო ეს რაღაცა რომ კონტენტი სიტყვა არ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ კონტენტს ვაკეთებ მეც, მაგრამ მე რასაც ვაკეთებ ჩემთვის არის რომ ამბის მოყოლა მინდა რაღაცის და არავის თან ვალდებულება არ მაქვს რომ გავაკეთო, არავინ ვალდებული არ რომ მოისმინოს, აი რაღაცა მინდა რომ მოგიყვე და ამბავს ყვები. კონტენტია ეგეც, მაგრამ ნუ აი კონტენტი ცოტა უსულ კონტენტი არის, სადღაცა თქო თუ კომპანიისთვის მუშაობ და იმას ჭირდება რომ კონტენტი იდოს რა. კი ბატონო. რომ თქვათ ის არის სილამაზის კრემი არის და ბევრმა ხალხმა რო იცოდეს ამის შესახებ, შეიძლება შოუ გააკეთოს, სადაც ორი ეჯიბრება, ვის უფრო ლამაზი კანი ექნება, რაღაცები არა აქვს მუშაობა. აბსოლუტურად ლეგიტიმური ბაზარი არ არის აკეთონ, მაგრამ ნუ ეგ არის კონტენტი და მე არტისტი ვარ და ჩემსაც ვაკეთან რომ ცოტა ეგეთი მიჭირავს, მაგრამ თან ვცდილობ რომ არტისტი ვარ და არავინ არ მისმენს და რაღაც პირველ 30 წამში ლაპარაკისას 20% შეგრჩა მე მაყურებლების რაც ძალიან ცოტა, ესე იგი ცუდი არტისტი ხარ და რაღაცა ხა ესეთი გააკეთე რომ რაღაცამ შეგხედოს. ძალიან საინტერესო ინსაიტები იყო ეხლა და ჩვენც როგორც დამწყები იუთუბერები ბევრ რამეს გავითვალისწინეთ, უბრალოდ დიდი მადლობა რჩევებისთვის. ეხლა ერთი კითხვა. ერთი ისტორია აგახსენდება, რომელსაც შენ პროფესიულად შეგცვალა. შენი კარიერიდან. შენი კარიერიდან. გააქვს რამე ეგეთი, რადგან თქვი რომ აი აქ გავიზარდე, ან ეგეთი გამოცდილება რა. რამდენიმე მაქვს ეგეთი, ერთი არის რომ ანუ თქვი რომ სულ წერდი ხოლმე სხვა გაზეთებში, რაღაცა. და მე სამაგისტრო სწავლობდი, ჩამოვიდა ჟურნალი ანაბეჭდი იყო, სადაც დავიწყე რაღაცა მიმოხილვების წერა და იქ ვიგრძენი პირველად რომ ვიღაცები რო გეუბნებიან შენ რაც წავიკითხე და გაასწორა. და ისე იყო, მეთქე ოკეი, ანუ რაღაც რამდენიმე ადამიანი ამას რაღაც გავაკეთე რომ რაღაცა კარგად თან მეთქოს რომ წავიკითხე მე ჩემი დაწერილი, მეთქე ოკეი, ესეთია. რამდენი ხნის მერე წაიკითხე? თუ ეგრევე გითხო, თუ გააქვს რამე ეგეთი, ეხაც რამდენი ხანი? ეხა ამას წინათ წავიკითხე ძველები, ანუ მე მალევე არ ვკითხულობ ხოლმე, ცოტა იმას მიშვება. ხო, აი ეგ მაინტერესებდა რა იმისთვის რაღაც ცივი გონების შესანარჩუნებლად რა. ხო, რაღაც ხანი მაინც უნდა გავიდეს. აი რას იმაშვება? აი რო აი მალევე მეორე დღეს მე ხარ მაგალითად ეპიზოდს რო უყურებ ხოლმე ჩვენსას, აი
მოკლედ არ მიყვარს, მაგრამ უნდა გამოვიყენო ვიქრინჯები რა. ხო. ანუ მგონია რომ ძალიან ცუდია. აი მგონია რომ ძალიან ცუდად გამოვიყურები, ძალიან ცუდად ვისაუბრე, ძალიან ცუდი იყო ყველაფერი და ეგ როგორ არიან შენ რა მომენტი გაქვს ხოლმე ეგრევე რომ მიუბრუნდები და კითხულობ. ეგრევე არ მიუბრუნდები ხოლმე, თორე ეგრევე რომ მიუბრუნდები დაწერილს არ მომწონს, ანუ რაღაც სარი ხოლმე რა. ხო. მაგრამ თქვათ ახლა რამდენიმე თვის მერე თუ მიუბრუნდიან, მით უმეტეს თუ რამდენიმე წლის მერე ისე კითხულობ, რომ ყოჩა ბიჭოს კაი გამოგვიდა. ეს მეტი იყო რაღაც ცოტა დისტანცია შემიძლია რომ დავიცვა და საბოლოოში მაინც მომწონს ანუ მეთქი ყოჩა, მაგრამ ნაკლებსაც ვხედავ ისე არ არის რაღაც. თავში ყობა ჯობია ეგრევე არ უნდა იცი ხოლმე. ცხელ-ცხელზე არ უნდა იმის. ვინმაც თვით თორეს ვერ ვუყურებ. ხო, არა, ნუ ჩვენ უჭირდება ის გააზრება რა. არის ეგეთი მომენტი, აი ჟურნალისტიკაში, რაც ალბათ იმ ხალხს ძალიან გამოადგება მაგის ცოდნა, ვინც ფიქრობს წავიდეს თუ არა ჟურნალისტიკაში. ზოგადად მიჩნეულია ეს, რომ ჟურნალისტიკა უნდა იყოს ობიექტური. და ობიექტურობაზე დგას. ყოველ შემთხვევაში ამბიცია აქვს ჟურნალისტიკას, რომ რაც შეიძლება ობიექტური ინფორმაცია გასცეს. ნებისმიერ მიმართულებით. აი საკუთარი სუბიექტური აზრის და ობიექტურობის ხაზი როგორი არის, აი როგორი იჭერ მაგას პროფესიაში და რამე უნარი უნდა მაგას, ანუ რამ დასწავლადი ამბავია თუ შინაგანად უნდა მოდიოდეს. რამდენი ხანი გაქვთ მოსასმენად მაგას. ძალიან ბევრი სამა. მან და არის ესეთი რაღაცა, რომ პირველ რიგში ობიექტურობა რას ეს არის უფრო კლასიკური გაგება, რასაც შენ ამბობ, მე მაგაზე გავიზარდე და ეხაც რელიგიურად მჯერა, რომ ეგ არის სწორი, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური. ოღონდ ობიექტურობა არის ჩემი აზრით მეთოდი და არა სულიერი მდგომარეობა. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ სულ რომ მიდიხარ ვიღაცის პრესკონფერენციაზე, ვიღაც არ იცნობ და უჩივის მეზობელს, რომ წყალი ჩამომიშვა ფული, რომ მიდიხარ კიჩდება შტაბეჭდილება რომ ეს მართალია რაღაც ტყუილს ამბობს. მაგისგან ვერ გათავისუფლდები, თუნდაც იმიტომ რომ ადამიანები ვარ და ცნობის მოყვარეობა. ობიექტურობა არის მიდგომა რომ მე ვეცდები რომ ჩემი აზრი ამაში არ იყოს ჩართული. შეგნებულად მივიღებ გადაწყვეტილებებს რომ მე მაგ ეხთან მეზობელმა წყალი ჩაუშვაზე ვლაპარაკობ და ეს თუ არის რელიგიის საკითხები, იდენტობის საკითხები, პოლიტიკის საკითხები, უბრალოდ ვერ გაექცევი, ვარიანტი არ არის. მაგრამ მე ვცდილობ რომ მე ვარ კაი ჟურნალისტი და მინდა რომ ჩემი აზრი აქ არ ჩანდეს. და ამიტომ ვიღებ რაღაც გადაწყვეტილებებს, რომ ერთი რასაც დავწერ, უნდა იყოს აუცილებლად გამყარებული რაღაცა ციტატით ან ფაქტით. რომ ბალანსი არ მიყვარს, მაგრამ ნუ რაღაც ერთი მხარე შენ თუ რაღაცა კითხე, მე შენც უნდა კითხო. მაგრამ მაგას გარდა ის უნდა ვიფიქრო, რომ ეს ორი მხარეა მარტო თუ კიდევ ვიღაცა შეიძლება რომ ჩართო ამ ამბავში. მაგრამ ესე მექანიკურად არ გამოდის ეგ ამბავი ბალანსის დაცვა და ობიექტურობის იმიტომ ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი. იმიტომ რომ თქვათ მყავს ვიღაცა ტიპი სტუმრად მოვიწვიე, ვინც ამბობს რომ დედამიწა ბრტყელია. და აქ მიზის მეორე ადამიანი, რომელიც ამბობს რომ არ არის ბრტყელი. და ორივეს დაუთმეთ 15 წუთი რომ ილაპარაკონ. რამე კაი საქმე გავაკეთე, ანუ ერთი არის გიჟი აშკარად, მეორე არის საღიაზრის მქონე ტიპი. ანუ ამ ხრივ უკვე მე ვითომ ბალანსი დავიცავი, მაგრამ სინამდვილეში შოუ მოვაწყე და საზოგადოებისთვის სიკეთე არ გამიკეთებია. მაგრამ ნახე ეხლა მყავს რა 60-იანი წლების ამერიკა, რომ დისტანცირება რომ მოვახდინოთ. აქ მყავს ადამიანი, რომელიც ამას სკოლამდე იყო სეგრეგირებული, შავკანიანები და თეთრკანიანები ცალ-ცალკე უნდა სწავლობდნენ და აქ მეორე მხარეს მაგ ადამიანი, რომელიც ამას გიჟი ხო არ ახართ, ანუ ერთად უნდა იყვნენ. ორივეს ერთნაირ დროს უთმობ. ანუ კაი საქმეს ვაკეთებ, ხო ვიცით, რომ ანუ ობიექტურობა რაღაცები ფეხზე დავიკიდოთ, არ არის ეს სწორი, რასაც ამბობს. მესამე მხარეა, რომ უმეტესობა შეიძლება ამ აზრზე, ანუ რამ მომენტში მე გადაუწყვიტე, რომ და მე კირთულდება შეკითხვები რა, რომ არის საკითხი ვიღაცა გიზის ჰომოფობი, რომელიც ამბობს, რომ აი რაღაცა უნდა იყოს აკრძალული ეგ ამბავი. მეორე მხრივ, რავი, შეიძლება უმრავლესობა ეგრე ფიქრობს და მე გადაუწყვიტო ეხლა რომ ეს ჩამოვაშორო და ის არ ჩამოვაშორო. შეიძლება კი, შეიძლება არა, მაგრამ ყოველ ჯერზე გაქვს შეკითხვები, რომელსაც უსვამ საკუთარ თავს, როცა ხარ პატიოსანი ჟურნალისტი და გინდა რომ უკეთესი აკეთო. ოღონდ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა არის ცოტა უფრო მოძველებული ამბავი. ანუ მე ჩემ თავს და ჩემ კოლეგებს, რომლებიც მაგ იმაზე გავიზარდეთ იდეოლოგიაზე და პრინციპებზე, ცოტა დინოზავრებად წარმოჩინდებით, იმიტომ რომ არც საქართველოში, არც ამერიკაში, ევროპაში ეგრე კარგად არ ვიცი, მაგრამ ეგ მიდგომა ისე რა არსებობს რა, ანუ არის ყოველჯერზე წამოეკიდე New York Times-ი, რომ Washington Post-ი, რომლებიც დღემდე რაღაცა შუქურა არიან მაგ ამბავში, უამრავს მიქარავენ ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც შეუმწდარი არავინ არის და სულ რომ რაღაცას აკეთებს, შეცდომებს დაუშვებ. მაგრამ სხვაგან პოზიცია არის ეგეთი, რომ
ჩვენ ვართ ერთი მხარის წარმომადგენლები, თქვენ ხართ მეორე მხარის წარმომადგენლები, პოლარიზაცია და რაც არის ანუ რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილები არ არის ჟურნალისტიკა. არის აქტივიზმი. ეს აღარ არის ის, რა ქვია, აქტუალური, მაგ ესე ვთქვათ, ობიექტურობის ჩარჩოები. ჩემთვის არის ძალიან აქტუალური, მაგრამ მე უყურებ იმ პოზიციიდან, რომ ეს არის ცოტა არ იყოს წაღებული ბრძოლა, რაღაცა old man yelling at clouds, რომ ესე არ შეიძლება რატო აკეთებთ ესე რაღაც მანდარ მოვდივარ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგ ხო ის არ არის ღმერთის დაწესებული კანონები, არის რაღაცები, რომელიც ჩამოყალიბდა თავისით და გარემოს გამო. ეგ ობიექტურობაც სუბიექტური არის რაღაც მომენტში. ობიექტურობის ესა რა ქვია, სათავეები არის კომერციაში. თავიდან იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკაში ხდება ეს ყველაფერი, რომ არის რესპუბლიკელების გაზეთები, არის დემოკრატების გაზეთები, არის ფედერალისტების გაზეთები. ამ დროს გამოჩნდა ყვითელი პრესა, ყვითელმა პრესამ მოიტანა ობიექტურობას, ეს ტიპები ამბობენ, რომ მე მინდა რომ ერთმანეთს მიყიდოს, მეორემაც და მესამემაც. ამიტომ შენ რო ხარ ჟურნალისტი, არ უნდა შეგეტყოს ვისკენ ახარ. ჩვენ ვართ იმისკენ, რეკლამის დამკვეთისკენ. და გვინდა რომ ყველა მოიტანოს ფული და ჩვენ ფულს შოვლობთ რეკლამით და რაც მეტი გაიყიდება, მით უკეთესი იქნება. ეს მერე დაინერგა პროფესიულ იდენტობად და ეთიკად. ახლა საფუძვლები საიდან არა, ექიმებსაც ეგრე აქვთ, რომ არის ხო ეთიკა, რა ქვია, სამედიცინო ეთიკა თავისი რომელიც შეიძლება მიიღო როგორც აი იდეოლოგია რომ სწორი ესე არის და მცნება არის და ამას უნდა მიყვე და მაგის ფესვებიც არის ბიზნესში რომ არ გაწყობს ექიმი რო ხარ რომ მოსდო შენი პაციენტს ამბავის უყოლას იმიტომ რომ მე სხვა აღარ მოვა ამიტომ ყველანი ერთად თანხმდებით რომ მოდი მაგას არ ვაკეთებთ იმიტომ რომ არავის არ გვინდა რომ ეგრე ყოველთვის უარესი იქნება ხო და გულისტკევილით უყურებ მაგას რომ ეგ მიდის მაგრამ მე თვითონ ვცდილობ ხოლმე რომ მაინც რაღაცნაირად შევინარჩუნო, იმიტომ რომ სხვა ის არ მაქვს. ინფორმაციას როგორ ამოწმებ, როცა სხვა წყარო ერთმანეთისგან სრულად განსხვავებულ რამეს ამბობს. აი მაგალითად როდის და როგორ. ერთი და იგივე ფაქტს აშუქებენ სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირად აშუქებს, მოდი ეს. აი მაგ დროს როგორც ჟურნალისტი თუ როგორც რა ვიცი, ხო, როგორც ჟურნალისტი. თქვა წერ ახალ ამბავს რადიოსთვის, ანუ რაღაცა რაც გამომიცდია იმას შუები. ამ შემთხვევაში არ თუ თვითონ იქ არ ვიყავი და ჩემი თვალით არ ვნახე, ვამბობ, რომ აი რაღაცა კომენტარი პირველზე იყო ესეთი და იმედზე ესეთი გააკეთეს, ან იქ ესე გაშუქდა, ან ეს არ ვიცი. თელი ეს გაშუქების სიმართლის და ობიექტურობის ამბავის ერთ-ერთი ის არის ინგლისურად არის ხოლმე truth დიდი ასოთი და პატარათი ქართულად თარგმნის სიმართლე და ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის პოეტების, პოლიტიკოსების და რელიგიური ლიდერების თემა, რომ რაღაცას ეს არის ჭეშმარიტება. ჩვენი საქმე არის პეტარეს სიმართლე, რომ გვეუბნებით, რომ აქ დავინახე, რომ ესე მოხდა. იმან თქვა, რომ ესე მოხდა, ის ტიპი მანამდე სანდო იყო თუ არა. აი, რაღაცა იმას შვები, რომ სადაც არ ყოფილხარ და არ იცი, ამბობ, რომ ამ წყაროს მიხედვით ესე მოხდა. თუ წყარო საეჭვო, ამბობ, რომ მანამდე არაერთხელ უთქვა მსგავსი რაღაცა, მაგრამ არ გამართლებულა. გასაგებია. აი მან ხედავ იმ ეთიკას ეხა რეალურად საბოლოო ჯამში ხო ისაუბრე მაგაზე რა აი ესე ვთქვათ რეალურად მაგამდე მივედით რომ ალბათ იგულისხმება ჩემთვისაც ობიექტურობაში რომ უბრალოდ აი რაც თქვი რა ამან ეს თქვა ეს ესეთი არის ეს ესეთია თავის დროზე ესეთი განცხადებებით გამოირჩეოდა ერთი მეორე და ნუ თქვენ მიიღეთ მეც გავიგე და მოუყევი ისე როგორც გავიგე ანაჩენი თქვა ანუ მე კი არ შემოვდივარ რომელია სწორი ან არასწორი მაგრამ რაღაც ეგონია ის რა ხო თუმცა ჟურნალისტებისთვის კი ხშირად იყო ხოლმე ეგ რაც იმისკენ მოწოდება აი ტრენინგებზე რომ თავის დროზე თქო 2000-იანების დასაწყისში რომ რა ქვია ახალი ამბების სააგენტო სტილში ხო არ დავწერთ იმიტომ რომ მოსაწყენია არა შეიძლება რომ ახალი ჟურნალისტიკა ერქონ кайხნის წინ იყო მაგრამ მაინც ხატოვანიანი დაწერო რაღაცები მოყვერო ქუჩაში რაღაც სუნი იდგა დავინახე ბავშვი რომელიც რაღაცა წერონ რეალურად წერ არავინ არ წერალი წერს და აღაქვენ ხო იქ შეიძლება მეტაფორა გამოიყენო და შეიძლება უფრო ღრმად ჩახვიდე მაგრამ ყველაფერს რასაც ამბობ რაღაცნაირი ის აქვს საფუძველი აქვს რომ ან მე დავინახე ან ვიღაცამ მითხრა ვინც მითხრა იმას როგორ წესი ვენდობი ხოლმე ან ტელევიზორში აჩვენეს კი ბატონო კი ბატონო მე მინდა რომ AI შევეხო კაი თუ არ გეწყინება არა რა უნდა მეწყო როგორ ფიქრობ ხელოვნური ინტელექტი ნუ ისეც უკვე ყველა სფეროში გვაქვს და ჟურნალისტიკას როგორ შეცვლის ამ წუთას უკვე შეცვლილია იმ ხრივ რომ დარწმუნებული ვარ რომ 60% ახალი ამბების და რაღაცა მსგავსი მთელ სოფლიოში
ალბათ მეტი მთლიანად ადამიანის ჩარევის გარეშე არის დაწერილი და არის AI სალაფავი. ცუდი კუთხით შეცვლის. ანუ ერთ-ერთი რაც ეხა უკვე დაწყებულია და 1 წლის მერე, 2 წლის მერე და 5 წლის მერე იქნება საშინელი ვითარება არის ის, რომ აბსოლუტური ნდობის გაქრობა რას უნდა ენდო აღარ იცი. ანუ რაც დაინახეს, ვიდეო არის მართლა თუ არ არის ვიდეო, ვიღაცამ რაღაც თქვა თუ არა. რთული პროცესი. ძალიან რთულია, რო გაარჩიო, მით უმეტეს ხმას რაც შეეხება. იმიტომ რომ მარტო ჟურნალისტი კი არ იყოს, შეიძლება კი არა დღესვე არის სამსახურში მუშაობდა, უფროსი კი რეკავს და გეუბნება რომ ეს გასაღები მინდა ეხლა რომ შევიდე და უცებ ეკითხები რომ მოიცა პაროლი რა არის, იმიტომ რომ ზუსტად შენი უფროსის ხმა აქვს, იმისი ნომრიდან გირეკავს და არ არის, რობოტი არის. რომ ძალიან sci-fi ჩანს, მაგრამ არის აბსოლუტურად გუშინდელი დღე არის, იმიტომ რომ კაი ხანია ეგ დაიწყო. იმიტომ რომ ხმაზე დატრენინგება AI-ის და მე რო გაიმეოროს, არაფერი არ უნდა მაგას. არის თან რაღაც პიროვნულად იმას გიშვება, მე ხა ძალიან ხშირად ვიყენებ ყოველდღიურად ჩეთის ამბავშიც და ისაც რაღაცებს არის ხო, მაგრამ იმ ჭრილს შეაჭრის სახსენე, ძალიან საშიშია ოღონდ მართლა. იმიტომ რომ ბებიეჩემი სკროლობს ხოლმე TikTok-ს და ვერ ხვდება და ბებიეჩემი კი არა, ანუ უკვე იმაზრამდე ვარ მისული, რომ ბებიეჩემი არა, მეც ვეღარ ხვდები, ძალიან კარგად გაკეთებული და შესრულებული რომელიც არის რა, ეხლა. ისინი რო არის ოხრობები, ვითომ რინ კამერით გაკეთებული არ თან, მე რასაც სკროლავ ხოლმე TikTok-ზე ნაკლებად ვარ, მაგრამ ნუ Reels Instagram-ზე ჩემი ფიდი არის ხოლმე რომ სადაც ასაცილო ცხოველები რაღაც ისა და უძებ ვერაბუდ ქუნა ბავშვს როგორ ეთამაშება ეს ძაღლი და მეთქი ახლა ნახე შულს ვაჩვენა მეთქი შენი დედა ნო ხო და მე იმას ხო ჯიშენ წარმოვიდინე პატარას რას ვაჯერებთ რა მაგ დროს რა და ეხა უცებ მასობრივი ინფორმაცია რომ ერთხელ იყო ომის საშიშროება ისე შეგიძლია წარადგინო უცებ ისეთ პანიკას დათესა მინიმუმ 2 დღე ნებისმიერ სივრცეში დღევანდელი შესაძლებლობებით რომ ეხა მე მგონი ბოლოსკენ გავდივართ თუ არა მე მაინტერესებს ძალიან ნიკოს ერთი სამუშაო დღე ხო შენი სამუშაო ერთი სამუშაო დღე როგორც ჟურნალისტის კაი როგორი იყო ჟურნალისტის ანუ რა ეხა ჟურნალისტის სამუშაო დღე აღარ აკაუნტები ხოლმე და ჟურნალისტის ერთი სამუშაო დღე როცა მასალა ეხა New Vision-ში მუშაობ და მოვდივარ ხოლმე იქიდან და რაღაცა ანუ ნახე თქვა უმეტესობი ხნის განმავლობაში ჩემი სამუშაო დღე იყო რომ დილას ვდგები 7 საათზე, იმიტომ რომ 8 საათზე ეთერში უნდა ვიყო და 10-მდე მიყვავს ედანინო გელაშვილს დილის ეთერი. რეალურად თუ რამე მძულს ცხოვრებაში დილას ადრე გაღვიძება, ამიტომ მე რამ 3 წლის მერე ვიღვიძებ 8:30-ზე, როცა 8-ზე ეთერში უნდა ვიყო და დაბანას ვასწრებ, მივდივარ 5 წუთით ადრე, შევდივარ ახალი ამბები გზაში ვნახე და იმაშვები. 10-დან 3-მდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერს არ ვაკეთებ, ვისვენებ, ჩავდივარ ყავას დავლევ რაღაცა ისა. მაგრამ თან სამსახურში ვარ მაინც, იმიტომ რომ შემიძლია სახში წამოვიდე და უკან მივიდე, მაგრამ ნუ აზრი და მე 5-დან ვიწყებ მეორე დღის სტუმრის ძიებას და რაღაც აწყობას და თელი დღე დატვირთული. თელი დღე დატვირთულია. ან შეიძლება ისე იყოს, რომ თუ არჩევნები არიან, თუ ვიცით, როცა აქციები არის და რაღაცა ის ხდება, ამბობ რომ რავი, მოდი მე ვიქნები საღამოს აქციაზე, იმიტომ რომ ახალგაზრდებს შევცვლია 12-ის მერე ჩემი ჯერია, ამიტომ სამსახურში მივდივარ საღამოს 10 საათზე. რაღაც აღჭურვილობას ვიღებ და დაახლოებით ხვდები რომ დილის 4-მდე 5-მდე იქ უნდა ვიყო. და მე ვფიქრობ რომ ორი გაზაფხული მაგ დარჩენილი და ამაში ვატარებ, მაგრამ რაღაცნაირად იცი რომ ის არის რაღაც არავის არ დაუვალებია მე თვითონ ვქენ. კი ბატონო. არის ერთ კითხვას მე დავსვა და მე თამაში და ისე მურჩეთ. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს ეგეთი კითხვა ხოლმე ან შეთავაზება. ესე ვამბობთ რა. $1,000,000 თუ სადილი ჯეზისთან $1,000,000 მაგრამ არის სადილი ჯეზისთან. არა. შეაშინე ეხა ის ადამიანი, ვისაც ჟურნალისტობაზე ფიქრობს. ანუ შეაშინე, იმიტომ რომ მოდი ყველაზე დიდი გამოწვევა რა შეიძლება კონდეს, რომ თავიდანვე იცოდეს და თუ ოკეი იქნება მაგაზე, მაშინ აი ხა ვიცი შევაშინებ რომ გადავაფიქრებინებ სულ ყველას. არა, კარგი, ეგეთი უნდა ვთქვათ რა. წარმოიდგინე სად იმუშავებდი. ანუ იდეალურ შემთხვევაში ძალიან კაი ჟურნალისტი გამოხვედი, სად მუშაობ და რამდენი გაქანაზღაურება. სავარაუდოდ არის რამდენიმე კაი ადგილი, მეც მიმუშავია. შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა. ასე რომ ჟურნალისტი თუ გინდა რომ იყო, იცოდე რომ სამუშაო ადგილები არის 15 ცალი, აქედან 10 იხდის $700, დანარჩენში ხალხი მუშაობს უკვე. თუ მაინც ის გინდა რომ შენით აკეთო კონტენტი, მგონია რომ შეგიძლია დაждდე და ისწავლო, იმიტომ რომ მეორე მხრივ თუ ამის გამო გადაიფიქრებ,
სწორშვები, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გეძახოდეს. რა ცოტა ის არის დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ვერასდროს ვერ მაპასუხებინეთ ესე ვერავის, ანუ ყველა რაღაცნაირად იმაშვებოდა, რომ როგორ ვერ შევაშინებ თუ რა. არა, როგორ ვერ შევაშინებ. კაცო სამსახური არ გექნება და იქნება ცუდი, მაგრამ და დაუფასებელი და ყველა გაგინებს. ოჩა, დიდი მადლობა ესეთი კომენტარისთვის მართლა. იმიტომ რომ თუ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის, მაშინ გაბედე და გააკეთე რა და მიწადი. თუ ეგ რაღაცები გაშინებს, ესე იგი შენი არ არის რა. აი 2x2 4-ია რა. არა, თან რაც მართლა ეგრე, ანუ რაღაც კი არ ვაშინებ ვიღაცას. ეგ არის რეალობა, ეგ არის ზუსტად მაგის ჩვენება გვინდა, აგერ უკვე რა ხანია. კი ბატონო, მე გადავალ თამაშზე, პატარა თამაში გვაქვს. სწრაფი პასუხი, ისეთი არაფერი. ტექსტი თუ აუდიო? მიყვარს თუ გამომდის თუ რა? ხო, რავი, რომ გინდა გიყვარს და გინდა გამომდის. მოდი აუდიო იყოს. კაი. რადიო თუ პოდკასტი? პოდკასტი. ინტერვიუ თუ რეპორტაჟი? ინტერვიუ. ცოცხალი ეთერი თუ წინასწარ ჩაწერილი? ორივე შემიძლია. დილა თუ ღამე მუშაობისთვის? ღამე. კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გისვამენ? შენ? მე? რას გავხარ თუ? რა საჭირო იყო? მაგას მისვამ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი საქმის დიდი ნაწილი არის, რომ რაღაც ეხლა რასაც ვაკეთებ, რომ ვიდეო ჩავწერე, რომელიც ძალიან გულით მინდოდა, რომ გამეზიარებინა, რომ გუდანის ჯურის AI რემიქსები რა სისულელია თუ რაღაც და რაღაცები მეუბნებიან, რომ ეს რას გვერჩოდით და მეთქი რას გვერჩოდით და იმას რომ მე რომ მოვისმინე, კაი იყო. საგერია. კითხვა, რომელიც გინდა რომ უფრო ხშირად დაგისვან? როგორ ხარ ესეთ გადასარევი? ერთი პროფესიული შეცდომა, რომელმაც ყველაზე მეტი გასწავლა? არ დამეშვა შეცდომა არასდროს ცხოვრებაში, არასდროს არაფერში. ყოველთვის მართალი ვიყავ. აი ეს არის შეცდომა. ერთხელ მუშაობდი საინფორმაციო სააგენტოში და ის მქონდა ხოლმე რაც გამზად, მოკლედ გავუშვი ნიუსი, სადაც სათაურში იყო დიდი შეცდომა. ანუ რაც ის იყო placeholder ტექსტი მეწერა და მოყვარა მე? არაფერი მე გავაუქმეთ იქამ. ესე ანუ არაფერი რაღაც ცუდი კი არ ეწერა, იყო რომ ზურიკომ რაღაცა თქვა, ბატონ ზურა ჟვანიაზე იყო ლაპარაკი, რომელიც არ იყო ჩემი ზურიკო, მაგრამ რაღაცა მეთქი მე ჩავასწორებ, რომ გასაგებია. ყველაზე დაუფასებელი უნარი ჟურნალისტისთვის? იმისი არ იყოს მოცდის უნარი გაქვს ხოლმე ხშირად გიწევს რომ 2-3 საათი არაფერი არ აკეთო რომ სადღაც ხარ და უცებ აი დაამუღამო რომ ეხა დაიწყო მოქმედება, მაგრამ შეიძლება 3 საათი სიცხეში იდგე რუსთავის ციხესთან და იქ არაფერი არ არის გარშემო, ხალხი მოდის და ესე ხარ რომ ეხა ლაივ უნდა გამოცდილებიდან ლაპარაკობ. ერთი წიგნი, რომელსაც ყველა მომავალ ჟურნალისტს ურჩევდი? ჟურნალისტიკასთან კავშირში თუ არა აქვს მნიშვნელობა? არა აქვს მნიშვნელობა. შეიძლება წიგნი იყოს, რომელიც უბრალოდ ჟურნალისტს გამოადგება. ადამიანს სწრაფი კითხავ და ეგეთი მომზადებელი მოვედი მაგასთან დაკავშირებით. ახლა რო წავალ გამახსენდება რა დასარევი პასუხი. მე მოგწე და AI ჩავასწორე. მე AI ჩაასმევინე. არა, მაგ პასუხი მაგაზე, მაგრამ რა. ერთი ადამიანი, რომლის ინტერვიუ ჩაწერაც ყველაზე მეტად გინდოდა, ან გინდა? არავინ? არა, როგორ არის, ბევრი არის, მაგრამ ერთი რო თქვა არ მინდა. შეიძლება აღარ არის ცოცხალი და შეგიძლია თქვა. უეჭველი რომელიმე მომღერალ სიტყვი, ხან იმას. აი, მომღერლებთან მაინდა-მაინც ლაპარაკობ. ოკეი. რაზე მე გონა ფრედი მერკურის ამიღაც სიტყვა. არა, აი მე მაგ ხოლმე ესა რომ მე ვარ უფრო რაღაც ინტერვიუები მიყვარს, მაგრამ პოდკასტის სტილში რომ მოდი ახლა იმაზე ვლაპარაკოთ რაღაცა და არის ხალხი, ვინც აი თქვათ ტომ ვეიცი ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია რომ სალომე ასათიან მაიღოს ინტერვიუ, იმიტომ რომ უკეთესად დაელაპარაკება თავის რაღაცა იმეებს და მე დაელაპარაკებოდი ემინემს ან ვიღაც. არა სიღრმისეულად თან და ზედაპირულად რომ ლაპარაკობ. ეს იყო ჩემი თამაში, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ჩემი თამაში. რა მოვიგე, ანუ თამაში რა ვითამაშეთ წყალი? ეს თამაშკარი ხო შრომა, რაღაც გადავიტვირთო მენტალურად. მოგეგზავნებათ. საჩუქრები კი. სტუმრებისთვის არის. არა, ეგ მართლა არის რა, ეგ დავიწყეთ, ცოტა ხანია. ვიწყავდა ეპიზოდში. ყველას ეგზავნება საჩუქარი. ძალიან კაი. კარგი, უღრმესი მადლობა რომ დამიძახეთ. პირიქით, მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. და მე მგონია რომ ის ხალხი ვინც ფიქრობს ჟურნალისტიკაზე, მათ აუცილებლად უნდა ნახონ. ჩემი აზრითაც. ხო, თან ახლა პიკია, აბიტურიენტები არიან და შეუძლიათ ჯერ კიდევ ხო იცი გაცვლა გამოცვლა იმეების არ მაქვს ახლა როგორ არის, მაგრამ მე იქ ვასწავლე New Vision-ის მედიის სკოლაში. შეუძლიათ იქ ჩააბარონ. ხო. ძალიან მაგარი.
რეკლამა გამოვიდა. უღრმესი მადლობა რომ გვიყურეთ, უღრმესი მადლობა პოდკასტ ზონას და კიდევ ერთხელ განმეორდები თქვენი კითხვები, თქვენი სურვილები თუ ვინ მოვიწვიოთ პოდკასტში სტუმრად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აბა დროებით. მადლობა.